ნებას მარცხენა ფლანგისკენ გადაცემა ნაჭყებია საფსაქ სივრცე, საინტერესო ეპიზოდია პირველი ქართველების და დარტყმა პირველი დაფიქსირდა მას, თუმცა სლოვანი ახერხებს ბურთის დაბრუნებას, მარჯვენა ფლანგისკენ არის სივრცე, მაროშია ჩართული ეპიზოდში, ჯინჯოლავა ეთამაშება. მოიწია ცენტრისკენ მაროშმა, მაგრამ მისი დარტყმა უკვე არასდროასგან ეს თითქოს ვიხილეთ კიდეც, მაგრამ რადგან აი რაუნდელ აქტიურობას აქ ეპიზოდი ამასობაში სლოვანს და ათამდე თუ მივა საქმე ისე ჯინჯოლავა ძალიან კარგი და საბოლოოდ მოგერიება საჭირო შვენივრად მოქმედებს გუნდის კაპიტანი ჯერჯერობით ხო აქ ისევ სლოვანმა მოახერხა ბურთის დაბრუნება მცირე ქაოსი იბერიას საჯარიმოს მისაღებად მეტი სიფრთხილეა საჭირო და ასე რო მეტად აქ კარგი ჩანაფიქრი, მაგრამ აკარიძე გამოვიდა და ეუკლაპენებას ეცდებიან მასპინძლები. დარტყმა ვიხილეთ, მიუხედავად ამისა, მაკარიძე მოიგერია ბურთი და განმეორებით დარტყმა უკვე ცდება იბერიას კარს. აქ თუ მაკარიძე მართლა შეეხო, ძალიან ძლიერი და რთული ბურთია უღია. მე მგონი მოვარტყა მაინც მარცხენა მტევაფრთხილა სამართლიანად. საკმაოდ ობიექტურად აფიქსირებს ჯარიმებს საკმაოდ უხეშ პირველ ნახევარში იჩქარა კუციამ შეეძლო გაეჩერებინა ბურთიდან გამოეთიშება ასპარეზობას აქ სახიფათო მომენტია მათ შესრულდა და გოლი მიხილეთ მაინც ტაიმის ბოლოს ვერ მოხერხდა ამაგარიში შენარჩუნება შესვენებამდე უხარევიჩი უკრაინელი ფორვარდი გადანილი გოლის ავტორი თითქოს ეს გაცილებით ნაკლებად მწვავე ეპიზოდი იყო ვიდრე ის მომენტები რაც ვერ გამოიყენა სლოვანმა 45 წუთის განმავლობაში მაგრამ აქ ამასობაში იბერია უტევს კობულაძე ჩააწვდის სავარაუდო დაბალი გადაცემა არჩი აქ შეცდომა დაუშვეს სლოვანის ფეხბურთელებმა და დარტყმაც შეიძლებოდა ოპონენტის საჯარიმოს მარჯვენა ფლანგიდან დაბალი გადაცემა აქაც მცველებს უკან გაილაღეს სლოვაკებმა დარტყმა მაკარიძემ დაუხვედრა ვარდნაში ხელები და კიდევ ერთი ძალიან რეალური შანსი ვერ გამოიყენეს ეს შეხვედრაში იბერიას და არის ასეთი მოთამაშე ზაგანია ვისაუბრეთ მასზე ეს არის დრამონდელ სეზონში მთავარი კამპანი საერთოდ იბერიასი აქ ეპიზოდს მივადევნო თვალი ქართველებს აქვს შანსი და გაიტანეს პირველი გოლი იბერიას ფეხბურთელებმა და სწორედ სიხარულაშვილი აი სივრციდან როგორი ეფექტური დარტყმა შემოგთავაზა მან 1-1 იბერია კვლავ თამაშია ორი მატჩის ჯამში კი ანგარიში ხდება 3-1 და გარკვეულწილად შანსებს იბრუნებს ქართული გუნდი ყოველ შემთხვევაში მშვიდად ვეღარ იქნება სლოვანი და მოუწევთ მათ უფრო მეტი კონცენტრაციით თამაში, უფრო მეტი ბრძოლა იმისთვის რომ აღარ დაიმკვიდროს ორივე უფრო სიღრმიდან იმოქმედებენ. ხედავთ რომ მუსტაფიჩი შედარებით ფლანგზე დადგა, მაგრამ მოკლედ ფრთხილობ ძალიან სლოვანი აქ ეპიზოდი. ჯინჯოლავამ და მაკარიძე დამაჯერებელი უნდა იყოს. ბრავო! მეორე ურთულესი ბურთი იყო. აუღო იაპონელ ლეგიონერს, რომელიც შემოვიდა შეუძლიათ მომენტების პოვნა, წესების დარღვევა აშკარად უხარევიჩი როგორ მოქმედებდა. აქ ჩაწოდება საჯარიმოში არადამაჯერებელი იყო საკამაო გზელდება და გარედან ხდება. ბურთი კარს. აქაც იყო შანსი. ჯერ ჩაწოდება მეკარემ აშკარად ვერი თამაშა კარგად და შემდეგ არ გარის კაცი ისვა. ცოტა სარისკო პასი სელიმოვის გაურთულეს. სელიმოვიჩმა ისე გაგზავნა ბურთი რომ მე მგონი დაამტრია იქ სლოვაკი ფეხბურთელი თუმცა როგორ არ გააკეთა ეხლა პასი ენდემ თამაშგარე დაფიქსირდა შეიძლება მაგრამ ამევროპაზე გამოჩნდება რომ ნახევარმცველმა ისევის ურთით ახალაც აღარ გამოსდის ზუსტი გადაცემის გაკეთება. მთელი შეხვედრა დადიან მოედანზეა აქტიური პრესინგის უეჭველი ყვითელი კი დადიანი მიიღებს გაფრთხილებას ძალიან გაბრაზებულია გააგზავნებს ევროპა ლიგაზე თამაშს. ჩაწოდება აქ საჯარიმოში მაკარიძე არ იყო პოზიციურად დამაჯერებელი და თამაში შესრულდა 10 ბურთი კარს.
კამაროში იყო ეს ახალი გამოჩნდება და დაურწმუნდები თამაში კი ბატონო დასრულდა შეხვედრა. განმეორებითი მატჩი აღარ დამარცხდა იბერია მეორე ტაიმში მშვენიერი შტაბეჭდილებას დატოვა შეიძლება ამის თქმა იმაზეც ვისაუბრეთ რომ ლარენეს წინააღმდეგ ასეთი სათამაშო ხარისხის დონეზე ფავორიტადაც უნდა მივიჩვენიოთ